ნინა დრამა, გოგონა, რომელმაც შეცვალა UFC-ს სახე მისი სახელია ნინა მარი დანიელი. მაგრამ მილიონებისთვის მთელ მსოფლიოში ის ცნობილია სხვა სახელით, ნინა დრამა. ყოფილი მოდელი პლეიბოიდან, პოეტი, მსახიობი, ჰარვარდის კურსდამთავრებული და UFC-ს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და შთამბეჭდავი ფიგურა. ის არ გამოდის რინგზე, მაგრამ შემოდის კულისებიდან. არა იმისთვის, რომ იბრძოლოს, არამედ რომ მებრძოლების სიტყვებით დაასუსტოს. მისი ინტერვიუები, ეს არის თამამობის, იუმორისა და დრამატულობის ნაზავი. შეუძლია ჩემპიონს კითხოს, ბოლოს როდის იტირე და მიიღოს გულწრფელი, ნამდვილი პასუხი. ეს აღარ არის ბრძოლა, ეს აღსარებაა. აღარ არის პრესკონფერენცია, ეს შოუა. მის გვერდით იხსნებიან რკინის ადამიანები. ტოპურია, შონ სტრიკლენდი, ისლამ მახაჩევი. ყველასთვის ის განსხვავებულია, ხან მეგობარი, ხან მოწინააღმდეგე, ხან უბრალოდ საიდუმლო. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ იმიჯის უკან 15 წლიან სიყვარულის და ერთგულების ისტორია დგას. 2010 წლიდან ის ცხოვრობს ჯანელ კასტილიოსთან, კრეატიულ რეჟისორთან და მის ნამდვილ პარტნიორთან. არ არიან დაქორწინებული, არ აჩვენებენ პირადს, მაგრამ მათ ურთიერთობაში იგრძნობა ნდობა და სიმშვიდე. ის იყო იქ, როცა ნინა მოდელობიდან წამოვიდა. ის იღებდა მის პირველ ვიდეოებს. ის კადრს მიღმა ნინა კადრში. ნინა არ ეშინია პროვოკაციების. ამბობენ, რომ ის ძალიან სექსუალურია UFC-სთვის, რომ მებრძოლებთან ფლირტაობს, რომ ყურადღებას იპყრობს. ის კი იცინის და პასუხობს, მე მხოლოდ ლამაზი სახე არ ვარ. ვარ ხმა, ვარ თვალი. მებრძოლებს ბევრად უკეთ ვიცნობ, ვიდრე მათი მენეჯერები და ეს სიმართლეა. დღეს ნინა დრამა, მარტო ჟურნალისტი აღარ არის. ის იმიჯია. ქალი, რომელიც შეიძლება იყოს ლამაზი და ჭკვიანი, ძლიერი და ნაზი, შვიდი და გამომწვევი. და რაც მთავარია, ნამდვილი.